მანქანების კეთება რა ისე მე ვფიქრობ ეს ხობი იყო ჩემი. პირველი მანქანა დავიწყე ახალგაზრდობაში, ეს მეოთხე რიგით მანქანა. და ვფიქრობ რომ რა ვიცი თითქოს ეს ყველაზე უკეთესი გამოვიდა მანქანებს შორის. დიზაინი აბსოლუტურად ჩემია. ჩემი ხელით გაკეთებულია, აქ არავინ არ დამხმარებია არც ახლობელი, არც შორეული და ესე მოვყვებოდა ნელ-ნელა ვაკეთებდი რა მანქანას. რა თქმა უნდა ეს პირველად გაჯით გამოვძერწე. მთლიანი ეს მანქანა როგორც ახლა არის აბსოლუტურად გაჯით იყო გაკეთებული, ასევე შევღებე და შემდეგში რა ხდება ამისი ყალიბის გაკეთება და ყალიბიდან მე ამის ჩამოსვლა. წინააღმდეგ უკანა ხიდი არის Toyota Crown-ის, რომელიც დაკავშირებული ერთმანეთთან. რამა მე თვითონ შევყარი ამის მთლიანად და ამაზე მოვაწვე ისეთი კუთხოვანების ფორმა, რომელზეც შეიძლებოდა აი ამ მანქანის დაშენება. გამოვძერწე ეს გაჯისგან. მივეცი ეს ფორმა. ყველაფერს გადავღებე და დავიწყე მე ამის კეთება ჩაულებრივად. მატრიცას ეზახებო ყალიბი იყო გაკეთდა და ამ ყალიბიდან ამოვიღე შემდეგ ეს მანქანა. დაახლოებით 5 წელიწადი მოუნდა ამას, მაგრამ ეს 5 წელიწადი როგორია, ყოველდღე ხო ვერ იმუშავე. დრო გადის, თუ მუზა არ მოვიდა, თუ არ დაგჭირდა ის საშუალებები არ გამოიყენე, რომელიც საჭიროა მისათვის, ნუ ვერ გააკეთე, ხო დრო უნდა და ასე, ნუ საერთოდ ჯამში 5 წელიწადი მოუნდა. ძრავი ვიშოვე იმის რა ქვია ოპელის 2-დან 0 თავისი სიჩქარის კორობით, რომელთაც შემდეგ მოხდა უკანა ხიდზე დაკავშირება და ნუ მთლიანად ახლა ამ ფორმით ყველაფერი გავაკეთე, ასე შიგნით ახლა სამუხრჩევი ისე რა ქვია სისტემაც იგივე დავტოვე, ასე რომ თითქმის სავალი ნაწილები თითქმის ყველაფერი მოვარგე ამ მანქანისაგან. ესე იგი ნაწილი იყო Toyota Crown-ის და ნაწილი კიდევ Omega-ის. როდესაც სხვა გეხმარება იმას თავისი აზრი აქვს, შენ შესაძლოა უკვე ვეღარ მოიხმარეს როგორც საჭიროა და ამიტომ მე ვცდილობდი რომ ისე გამეკეთებინა როგორც მე ჭირდებოდა. არავინ არ იმეხმარებოდა, არც შეგებითაც მე შევღებე. ეს შპაკლის გადააკრა რაღაცა გრუნტის დასმა სულ ყველაფერი მე გავაკეთე და თუ კი რამე არის აქ აი რასაც ხედავთ რომ მიმაგრებულია მანქანაზე ეს ყველაფერი ჩემი ხელით გაკეთებულია გარდა აი ამ ზოგიერთი ისეთი რომელსაც უკვე ვეღარ გააკეთებს ეს უნდა ქარხნის წესით გაკეთდეს. საჭი არის იაპონური მანქანის, სავარძელი არის ეს BMW-ის სპორტული მანქანის. ტორპედოზე გამოვიღე ჩაიკის სპიდომეტრი, რომელიც შემდეგ დავჭერდი და მოვარგე ამ იმას ისე როგორც საჭირო იყო. და დანარჩენი არამედ დანარჩენი ხელით გაკეთებული ყველაფერი. სალონი მე თვითონ გავაკეთე ყველაფერი, შევკერე ეს ჭერიც. ტორპედოს მე გავაკეთე. მოვარგე, შევღებე და ესე იგი ფორმა მივეცი ისეთი, რომელიც ამ კუზავს გამოადგებოდა. ასე რომ დღეს ჩემთვის საუკეთესო მანქანა ჩემთვის ეს ხასუსი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომწონს. სახელი ჯერ არ დამირექმევია. პირველი ასო იქ მოათავზე ჩემი სახელის პირველი ასო და რა ვიცი, თუ მოიგონე რაღაც სახელი ნორმალური დავარქმევ. რაც შეეხება რომ ამისნაირი იყოს, რომელიმე მანქანა არ არსებობს, იმიტომ რომ ჩემი დიზაინია, ჩემი ჩანახატია, ნახაზი ჩემი შედგენილია აბსოლუტურად და საერთოდ ყველაფერი მე გავაკეთე. ეს არის რა მანქანა, იცი რა, გინდა გაისეირნო ქალაქში და ძის სიამოვნებას მოგანიჭებს. ნუ საჭე პატარა იდეალური რაღაც სპორტული ხასიათის და ცოტა მეც მაღალზე ვზივარ, იმ დროს არ იყო სავარძლების რეგულირება. და ძალიან დადის რბილად. ფაქტობრივად აი გემივით, აი გემი რო ალღებს, მიაპობს და ესე ნელ-ნელა ქანაობს ვიბრაცია, აი ეგეთი ამ ავტომობილს. ალბათ არ შეეფერება ჩემი განსაცმელი ამ ავტომობილს, რაღაც უფრო ცილინდრი, შავი სმოკინგი. მაინც უფრო დრო,
განგსტერული. ერთი Thompson-ის ავტომატი გვაკლია. არ ვიცი, შეიძლება საფარგულს იყიდებს. ფაქტურად შემიძლია შევადარო Boeing-ს ეს ავტომობილი. ნუ კაპოტი იმხელა აქვს, ერთი 3-4 დღე დაგჭირდებათ ქალაქში, რომ თქვენ შეეგუოთ მის გაბარიტებს. რა ვიცი, ავტოდრომზე ამით სიარული არ ამგონია, რომ ვინმე იყოს ჩემამდე შემოსული ავტოდრომზე ამ ავტომობილით. ეხლა მე დრიფტების კეთებას არ დავიწყებ ამით და პატარა ზანოსებით შესვლას. მაინც გზაში არ დაიშალოს. მოსახვევში შესვლა ცოტა არადაძველებური მანქანები უფრო კარგად უძლებდნენ ამ ყველაფერს. ნუ ეს გათვლილია სწორ გზაზე, შორ მანძილზე. სავარძლები საკმაოდ კარგი აქვს და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ხელით აწყობილი ავტომობილი. ბატონი ანზორის მიერ ლოგოტიპით წინ მრგვალია, შეიძლება ბევრს რაღაცა Bentley, Mercedes-ი, რა ვიცი, თუნდაც Rolls-Royce-ი ეგონოს. მაგრამ ეს არის თავიდან ბოლომდე ხელით აწყობილი ავტომობილი. ძრავი აქვს Opel-ის, 2 ლიტრიანი Opel-ის ძრავი და კოლოფიც, რა თქმა უნდა, რომელიც არის 5 სიჩქარიანი. აი მეხუთე მივეცი ახლა მეხუთე სიჩქარე და კარგად მიდის. ისევ მეოთხე. ცოტა უჭირს, მაინც ავტოდრომზე ვართ. და მაჩვენებელთა დაფა, აი ეს თანამედროვე მონიტორი. მაინც ცოტა ძველ დროში ბატონმა ანზორმა რო იფიქრა, ცოტა წინ გაიხედა და უფრო მაჩვენებელთა დაფა გაათანამედროვა. ძალიან ვაფასებ მე ესეთ ადამიანებს, რომელსაც უყვართ ავტომობილი, რომელსაც თავიდან ბოლომდე კარგად აქვს შესწავლილი მისი მონაცემები და თუ როგორ უნდა აწყო და რა ჭირდება მას გზა და გზა. რამდენიმე წელი უნდა ამ ავტომობილის შექმნას. ნუ სარკეები ახლა მარცხენა სარკეში კარგად ჩანს, ყველაფერი პატარაა უბრალოდ, ძალიან პატარა მარჯვენა სარკე. ჯერ ვერ დავამოღამე. მოდი ახლა ვნახოთ ადგილიდან სტარტი. კარგი სტარტი აქვს. და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა მისი საჭე. ახლა რამდენად პროპორციულია. ნუ გარეგნულად ისეთ ყურადღებას იპყრობს, რომ ქალაქში ცოტა რთულიც არის. იმუხტები ხალხის თვალით. აქ შუაში დიდი ტახომეტრი, სპიდომეტრი, ძალიან ბევრი მაჩვენებელთა დაფა, ძალიან აღნიშნული ეს არის ჩაიკა და მოდი ვნახოთ აბა რამდენით შევალთ სწორზე. მეხუთე სიჩქარე. ოჰო. ფაქტიურად მივფრინავთ. ერთი არის რაც ცოტა მეშინია ავტოდრომზე, მე პირველად ვარ ავტომობილში, რომელსაც არ აქვს ღვედი. არ ვიცი ეს სპეციალურად არ აქვს თუ დაავიწყდა ბატონ ანზორს. ეხლა მე პანჯარა ჩაწეული მაქვს, ცოტა ქარი შემოდის და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ღილაკებზეა ძალიან ნელა, ესე ძალიან დინჯად ამოდის შუშები. რუსთავის ავტოდრომზე ძველებური ავტომობილით, თან ხელნაკეთი ავტომობილით. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. ესე იგი, როგორი ავტომობილი არ მყავს მე ნატარები, თან მით უმეტეს რუსთავში. სპორტკარი, სუპერკარი, ფორმულა, ლეგენდა, ჩვეულებრივი სედანები, ჯიპებიც კი, მაგრამ აი ესეთი ძველი Oldsmobile, რომელიც ხელით არის აწყობილი თავიდან ბოლომდე. გემი, ფაქტიურად უნდა შევადაროთ
გემს. აი მოსახვევში ვაკვირდები და ესეც კარგად არის გათვლილი, რომ მოსახვევში მანქანა ძალიან არ წვება. ანუ მე ძველებური მანქანა Mercedes-ი ყავს სხვადასხვა ნატარები და უფრო იხრებოდა მოსახვევში შესვლის დროს. ეს არა, ეს დინჯად დგას. კარგად უჭირავს იგივე კურსი, რაც თქვენ გინდათ. ანუ თქვენ რასაც თხოვთ ამ ავტომობილს. და ძალიან მაგრად შედის მოსახვევში. კარგი ჯერი, სამზეურებიც კი აქვს. სარკე. და არის ორ ადგილიანი. უკან აქ შეგიძლიათ პატარა ჩანთა დადოთ. სხვა ვერაფერი. მე ვისიამოვნე, მადლობა ბატონ ანზორს ამ არაჩვეულებრივი ავტომობილისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ დრო რო კონდეს და საშუალება კიდევ ძალიან ბევრ კარგ ავტომობილს შექმნიდა. და მე ამით დროებით დაგემშვიდობებით.